გამარჯობა, მე ვარ ზუმერის ვიდეო მიმოხილველი. ჩვენ ვსაუბრობთ ვიყოფებით ზუმერის ფილიალში, რომელიც მდებარეობს თბილისის მილში მესამე სართულზე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ HTC Windows Phone Y-ზე. ეს არის შესანიშნავი ტელეფონი, ძალიან საინტერესო დიზაინით, რომელსაც აქვს მრავალი ფერი, ჩვენ ავირჩიეთ სალოცფერი, რათა კარგად გამოჩენილიყო. რომელსაც აქვს საკმაოდ საინტერესო დიზაინი, საკმაოდ კარგი ფუნქციები და ჩვენი სპორტი შეგვიძლია უკვე ახლოზე მოვინახოთ. ვაგზავნებთ ჩვენ HTC Windows Phone Y-ის მიმოხილვას, აღნიშნული ტელეფონი გამოვიდა 2012 წლის ნოემბერში. იგი არის საკმაოდ მსუბუქი ტელეფონი, მისი წონა შეგვიძლია მხოლოდ 120 გრამს. ტელეფონის არსებობს ძალიან ბევრი ვერსია და მე ძალიან მომწონს, რომ აღნიშნული ტელეფონის უკანა მხარე არის საკმაოდ ხარისხიანი მასალით დამზადებული და როცა აქვს ძალიან ბევრი ფერი, ჩვენ ავარჩიეთ ყველაზე ნათელი და ხასიათი არსებობს ესევე ლურჯი ფერი და სხვა ფერებიც. რაც შეეხება ტელეფონის კორპუსში შემავალ დეტალებს, მარცხენა მხარე აქვს სრულიად თავისუფალი, ზედა მხარეს არის 3.5 მმ-იანი ჯეკი, ასევე ჩამრთვალ-გამომრთვალი ღილაკი, უკან არის 8 მეგაპიქსელიანი კამერა LED განათებით, HTC-ის და Beats-ის ლოგოტიპი, აღნიშნული ტელეფონს აქვს Beats Audio, ანუ ყურსასმენებში აქვს ძალიან კარგი ჟღერადობა. ხოლო ქვედა მხარეს არის USB პორტი, ასევე აქვს სპეციალური ღილაკი ფოტოაპარატისთვის და თუ გამორთულ რეჟიმში დიდხანს დავუწევით აღნიშნულ ღილაკს, გამოდის პირდაპირ კამერა. რაც შეეხება წინ აქვს, ესე იგი 2.1 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს ასევე Full HD ვიდეოები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ასევე აქვს 3 სენსორი ღილაკი, ეს არის უკან დაბრუნების ღილაკი, რომელიც ერთგვარად ასევე ასრულებს Task Manager-ის ფუნქციას. ასევე არის Home button, ანუ Windows button და ასევე ზებნის ღილაკი, საიდან შევდივარ Bing-ის ზებნაში და შეგვიძლია მონახოთ ყველაფერი Bing-ის ზებნის საშუალებით. ტელეფონის ინტერფეისი გამოიყურება შემდეგნაირად, ეს არის Windows რუსთვის დამახასიათებელი სტანდარტული ინტერფეისი, რომელიც ფერებით თქვენ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ, დავიწყოთ ნახავთ ამას ჩვენ მიმოხილვაში. აღნიშნულ ტელეფონს აქვს Super LCD 2 ეკრანი, გაფართოება არის HD, ანუ 720x2280 პიქსელზე, ხოლო ზომა არის 4.3 დიუმი, რაც შეეხება PPI-ს, ანუ პიქსელების სიმჭიდროვეს. მას აქვს 342 PPI, ანუ 342 პიქსელი არის თავმოყრილი 1 კვადრატულ დიუმში და პიქსელების გარჩევა შეუერთებელი თვალით პრაქტიკულად შეუძლებელი არის. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, მასზე ეყენია Microsoft Windows Phone Y, რომელიც განახლებაც უკვე თქვენ შეგიძლიათ. რაც შეეხება პროცესორს, მასზე ეყენია Qualcomm Snapdragon-ის მიერ დამზადებული პროცესორი, 2 ბირთვიანი, სიხშირით 1.5 GHz, ხოლო ვიდეო წამკითხველი ეს არის Adreno 225. აღნიშნულ ტელეფონს აქვს 16 GB შიდა მეხსიერება, სამწუხაროდ მას არ აქვს დამატებითი მეხსიერებისთვის განკუთვნილი micro SD card-ის სლოტი, თუმცა 16 GB პრინციპში არის ცოტაა, აქვს 1 GB RAM-ი ან ოპერატიული მეხსიერება, რაც შეეხება კამერას, მას აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს Full HD ვიდეოები, წინ აქვს 2.1 მეგაპიქსელიანი კამერა, ასევე Full HD ვიდეო გადაღების ფუნქციით. რაც შეეხება ინტერნეტ ბრაუზერს, აღნიშნულ ტელეფონს აქვს HTML5, აღნიშნული ტელეფონის ბრაუზერი შეუძლია აღიქვას HTML5, არის ბრაუზერი საკმაოდ სწრაფი, საკმაოდ მოხერხებული და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს multi-touch და რაც მთავარია ქართული მომხმარებლებისთვის, თქვენ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართული ფონტი, აი თავად ხედავთ ქართული ფონტი ინტერნეტ ბრაუზერში ჩვეულებრივად იკითხება, ასევე ქართულად შეგიძლიათ წაკითხვა Facebook-ში და ასე შემდეგ. აღნიშნული ტელეფონის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ჩემი აზრით არის ის, რომ ინტერფეისი ყოველგვარი შეფერხების გარეშე ძალიან კარგად მუშაობს. აი თავად ხედავთ როგორ გამოიყურება ინტერფეისი. აქ არის მიპინული, ანუ აპინული აპლიკაციები, ესე ვთქვათ, რომელიც ფორმა და ზომა თქვენ თავად შეგიძლიათ არეგულიროთ, თუ შემდეგნაირად დავაჭერთ, შეგიძლიათ გავზრდოთ, დავაპატარავოთ, ან იყოს საშუალო ზომის, ასევე შეგიძლიათ აქ გამაგებული ყველა ეს აპლიკაცია, ასევე აპლიკაციები, რომელსაც თქვენ ტელეფონში ჩაიწერთ, მიპინოთ, ანუ აპინოთ აქ. აქ არის ესე იგი ჩვეულებრივად აქედან ხდება მზარების განხორციელება სტანდარტულად. აქედან ხდება მესეჯების აკრეფა. თავად ხედავთ როგორ გამოიყურება აღნიშნული ტელეფონის კლავიატურა. თუ გადმოატრიალებთ, კლავიატურა იშლება და ორი თითის დახმარებით 4.3 დიუმზე უშეცდომოდ აკრიფავთ ტექსტს დარწმუნებული ვარ. აქ არის ინტერნეტ ბრაუზერი, აქ არის Marketplace. Marketplace არის პროგრამა, საიდან შეგიძლიათ თქვენს Windows Phone-ზე გადმოწეროთ სხვადასხვა აპლიკაცია, თამაში, მუსიკა და ასე შემდეგ. ანუ იგივე არის როგორც არის მაგალითად Android-ის Google Play. აქ არის სხვადასხვა widget-ი, შევიდეთ გალერეაში და დავათვალიეროთ იგი. ეკრანი არის ავსებით კარგი, საკმაოდ ნორმალური ფერები აქვს, ხედვის კუთხე არც თუ ისე კარგი არის, თუმცა
ტუნს ნამდვილად ვერ დაუდებთ, როდესაც წინიდან უყურებთ აღნიშნულ ტელეფონს. და რაც თავი ეს არის საკმაოდ კარგი ტელეფონი, ძალიან კარგი მონაცემებით და ძალიან კარგი ფასით. მე ახლა შევა პარამეტრებში, რომლებიც გამეყურება შემდეგნაირად და შეგვიძლიათ შეცვალოთ თქვენ აღნიშნული ტელეფონის ინტერფეისი, მაგალითად ავირჩიოთ სტაბილოსფერი. თავით ხედავთ, ყველა ეს კვადრატი გახდა სტაბილოსფერი, თქვენ შეგვიძლიათ ეს თავისთავად არეგულიროთ. რაც შეეხება ბატარეას, აღნიშნულ ტელეფონს აქვს 1800 მAh-იანი ბატარეა. აღნიშნულ ტელეფონს მოყვება ბევრი აპლიკაცია, მაგალითად ეს არის Microsoft Office. Microsoft აი თავით ხედავთ, ახლა ჩვენ ვიყოფებით Microsoft Office-ში. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ სხვადასხვა დოკუმენტები, როგორც არის Word-ი, Excel-ი, Microsoft PowerPoint-ი და ასე შემდეგ. პრინციპში დღეისთვის სულ ეს იყო ჩვენი სტუმარი იყო HTC Windows Phone 8X-ი, საკმაოდ კარგი smartphone-ი, ძალიან საინტერესო და სახალისო დიზაინით და სხვადასხვა ფერებით. თუ დაგაინტერესებთ უფრო მეტი, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ საიტს sumer.g.